ევროკავშირის ხელმძღვანელობაში ცვლილებებია საჭირო. ბრიუსელში ისეთი ატმოსფერო სუფევს, თითქოს ისინი სავაჭრო ან ცივი ომისთვის ემზადებიან ამერიკასთან და ჩინეთთან. და ეს მაშინ, როდესაც აქტიურ კონფლიქტში არიან ჩართულნი რუსეთთან. ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ესკალაციისა და გახანგრძლივებისთვის. ყველა ნორმალურმა ადამიანმა უნდა დასვას შემდეგი შეკითხვა. რატომ? რა აზრიდევს ამ ყველაფერში? ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბრიუსელის ასეთი პოლიტიკა წევრი სახელმწიფოების ეროვნულ ინტერესებთან კონფლიქტშია. რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ნაკლები ევროპელი მოქალაქე უჭერს მხარს ბრიუსელის ასეთ პოლიტიკას. ასე რომ გაურკვეველია, რატომ მისდევს ევროკავშირი ასეთ პოლიტიკას. რასაკვირველია, მე შემიძლია რამდენიმე პერსპექტივა შემოგთავაზოთ ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად. პირველი პერსპექტივით არსებობს ევროპის ფედერალისტურ სუბიექტად გადაქცევის გეგმა. ევროკომისია ყველა კრიზისს ერთგვარ საშუალებად იყენებს, რათა ფედერალური ევროპა ჩამოაყალიბონ, ანუ ევროპის შეერთებული შტატები. უბრალოდ დაუკვირდით, ნებისმიერი კრიზისის დროს, იქნება ეს ფინანსური, საიმიგრაციო, კოვიდის თუ ომის, ბრიუსელი ყოველთვის ცდილობს მისი კომპეტენციების გაფართოებას და წევრი სახელმწიფოების დასუსტებას. ნებისმიერი კრიზისი მათთვის შესაძლებლობაა. რუსეთ-უკრაინის ომის კრიზისიც შესაძლებლობაა ბრიუსელისთვის. საკუთარ ფედერალურ ამბიციებს ფრთები შეასხან. მეორე პერსპექტივა გულისხმობს იმ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ევროკავშირის საბიუჯეტო სისტემის შენარჩუნება დღეს მხოლოდ და მხოლოდ საომარ პირობებში შეიძლება მოხდეს, რადგან ევროკავშირმა დაკარგა თავისი კონკურენტუნარიანობა. მესამე, კიდევ ერთი შესაძლო ფაქტორი არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, რომლის შემთხვევაშიც გარკვეული ფინანსური ინტერესების მქონე პირები ისარგებლებენ. გაწევრიანების შემთხვევაში უკრაინა იქნება ქვეყანა, რომლის მართვა მარტივად, დისტანციურად იქნება შესაძლებელი. ბოლო 10 წელიწადში ევროკავშირი ბრიტანელებმა დატოვეს და ახლა უკრაინის მიღება გსურს. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს სიგიჟეა. თუმცა ამ ქმედებას თავისი ახსნა აქვს. ბრიტანეთი სუვერენული ქვეყანაა და ისინი ევროპის შეერთებული შტატების იდეას არასდროს დათანხმდებიან. თუმცა უკრაინელები ამას სიამოვნებით გააკეთებენ. ბრიტანელების გაშვება და უკრაინელების მიღება სიგიჟეა, მაგრამ მათი გეგმა ამას საჭიროებს. ევროკავშირის ხელმძღვანელობაში ცვლილებებია საჭირო. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.